თუ ფიქრობთ, რომ ტობიას ჰოთორნის გარდაცვალებით და მილიარდების გადანაწილებით თამაში დასრულდა, ძალიან ცდებით. ჯენიფერ ლინ მარსი გვიმტკიცებს, რომ ყველაზე რთული გამოცანა არა ციხესიმაგრის კედლებში, არამედ თავად ძმების, გრეისონისა და ჯეიმსონის შინაგან სამყაროშია დამალული. სერიის ამ ნაწილში ჩვენ ხვდებით გრეისონს, ადამიანს, რომელიც ყოველთვის იყო ჰოთორნების ოჯახის ხერხემალი. ამ წიგნში იგი სულ სხვა მხრიდან არის დანახული. იგი აღარ არის მხოლოდ ცივი და რაციონალური მემკვიდრე. როდესაც გრეისონი თავისი ნახევარდების დასახმარებლად მიდის, ჩვენ ხედავთ მის დაუცველობასა და იმ უდიდესი დანაშაულის გრძნობას, რომელსაც იგი უკვე წლებია ატარებს. მეორე მხარეს კი ჯეიმსონია. ადრენალინზე დამოკიდებული ქარიზმატული მოთამაშე. ის ლონდონის მიწისქვეშა, ელიტურ კლუბებში გვიტყვევს, მაგრამ მისი მიზანი აქაც არ არის მხოლოდ მოგება. ჯეიმსონი ებრძვის თავისი ბიოლოგიური მამის აჩრდილს. მას სურს დაამტკიცოს, რომ ის არ არის უბრალოდ ვიღაცის გეგმის ნაწილი, არამედ დამოუკიდებელი ძალა. ეს წიგნი იმაზეა, თუ როგორ ცდილობენ ძმები გათავისუფლდნენ გვარის, სისხლისა და წარსულის ტყვეობისგან. ავტორი გენიალურად გვიჩვენებს, რომ სიმდიდრე და პრივილეგია ვერ გვიცავს საკუთარი იდენტობის ძიებისგან. ევრიგრეფსი აქ მხოლოდ შტილია, რაც საშუალებას გვაძლევს პირისპირ დავრჩეთ ძმებთან და მათ კივილებთან. თუ მემკვიდრეობის თამაშებში მთავარი კითხვა იყო თუ ვინ მიიღებს ფულს, ამ წიგნში მთავარი კითხვაა თუ ვინ არიან სინამდვილეში ჰოთორნები. ეს არის ამბავი არჩევანზე, რომელიც უფრო მეც ნიშნავს ვიდრე ნებისმიერი ანდერსი.